მამაოების მთავარი ამოცანა მე მგონი არის რომ ეკლესიებში იქნება ეს თუ მონასტრებში იქნება თუ არის სადაც არ უნდა იყოს მთებში იქნება გახიზნული თუ ასკეტი იქნება თუ რაღაცა ილოცონ საქართველოზე ეს არის მთავარი მათი მოწოდება და ვინც ბრძოლისთვის არის ხო გამოსული მას შეუძლია ხო გაიხადოს თავისი ანაფორა და იბრძოლოს ისე როგორც ვთქვათ ჩვენი ისტორიის განმავლობაში ძალიან კარგად ვიცით ხო თორნიკე ერისთავი იყო ესეთი ძალიან მაგარი სარდალი რომელიც ათონის მთაზე წავიდა და შემდეგ მეფემ გიორგი მესამემ თხოვა რომ დახმარებოდა და ჩამოვიდა იქიდან აიღო ხმა გაიხადა ანაფორა ჩამოვიდა აიღო ხმალი ხელში და მტერი გაყარა ხო იქიდან რაც წამოიღო მე ეს ულუფა და ავლადიდება ისევ ათონის მთაზე მოახმარა ივერთა მონასტრის აშენებას ხო ხო და გაიხადეთ თქვენ თუ ბრძოლაში ხართ ხო ბრძოლა ესეთია რა სამოქალაქო ბრძოლაში პოლიტიკურ ბრძოლაში თუ ერთვებით გაიხადეთ რა ეს ყველაფერი და მე შეგიძლიათ ისევ ჩაიცვათ და დაბრუნდეთ და არ შეიძლება იმიტომ რომ რა ვიცი ეს არის მე მგონი თავარი ამომავალი წერტილი ამისი რომ რა ვიცი თქვენ გახსოვთ როდისმე რომ დავუშვათ მამაოები რაღაც მით უმეტეს ესეთი მასიურად ხო 28 მამაო იქნებოდა თუ 30 მამაო რა ვიცი შეურაცხყოფას არ ვაყენებ უბრალოდ ეს არის არჩეული მათი გზა და არ მინდა რომ ამ გზაში უბრალოდ რჩევა იქნებოდა ჩემი რომ ამ გზას გაუყვენ რა იმიტომ რომ არაფერში არ წერია ეს ამბავი რა თქვენ მაგიტომ ხართ ზუსტად მამაოები რომ ადამიანების სულებზე იფიქროთ და თქვენ პირველ რიგში თქვენ საკუთარ სულებზე და საკუთარ სამშობლოზე და თუ პოლიტიკურ ბრძოლას გადაწყვიტავთ მაშინ ეს სხვანაირი რაღაცაა და მაშინ უნდა გაიხადოთ საეროფორმა ჩაიცვათ და იბრძოლოთ ეს არის ჩემი რჩევაც და რა ვიცი იმიტომ არ ვიძახი ამას რომ ნიშნის მოგებით ვიღაცას რაღაცას უმტკიცებ რა იმიტომ ვიძახი რომ ელემენტარულად მარგინალიზდება ეს ყველაფერი რა როგორც არ ვიცი გამარგინალდა თუნდაც ეს მოწამლულების თემა რა